ბოლო 2 დღეა ყველა ამაზე ლაპარაკობს, რომ ქართული რძეები არის დაბინძურებული, ან კონტამინირებული. რატო? რომ ეს ძროხები, რომლისგანაც მიიღებულია ეს რძე, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება საქართველოში, ჭამენ ქათმის ფეკალიებს. ან ჭამენ არა ისე შემთხვევით კი არა, ანუ სპეციალურად აჭმევენ. და ამან წარმოშვა ბევრი კითხვის ნიშნები, ხო? რომ ხომ არ არის დაავადებები, რომლებიც გადმოდის აი ქათმის ნაკელიდან ცხოველი თუ შეჭამს, ხომ არ არის ბაქტერიები, რომლებიც მე ადამიანზეც გადმოდის, ხომ არ არის ანტიბიოტიკებით დაბინძურების რისკი, ან ხომ არ არის მძიმე მეტალებით დაბინძურების რისკი, ამ კითხვებს უპასუხებ. და ასევე მთლიანად რძეზე, ანუ რამდენად სასარგებლოა, რა დადებითი უარყოფითი მხარეები აქვს მის ყოველდღე მიღებას. თემა რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ საშუალოდ გასაშვალებული ადამიანი განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ლიტრ რძეს სვავს. 100 ძალიან ბევრია, დღეში უხეშად რომ ვთქვათ, ერთ ჭიქაზე მეტი. და რატომა ეს თემა ესეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი საშუალოდ წლის განმავლობაში 100 ლიტრ რძეს სვავს. ასეთი პოპულარული რატოა რძე და რატომ არის ამხელა მოთხოვნა? რადგან პირველი არის რომ ამინომჟავების სრულ კომპლექსს შეიცავს, ანუ ყველა იმ ამინომჟავას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ასინთეზირებს, მაგრამ გვჭირდება, მთლიანად შეიცავს მაგას და იღებ რძის სახით. ეს დიდი უპირატესობაა. მეორე რომ კალციუმის მნიშვნელოვანი წყაროა და ძვლებისთვის არის აუცილებელი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვობის ასაკში უბრალოდ იზრდება ორგანიზმი აქტიურად და მაგიტომ ან დადგენილია კვლევებით, რომ ბავშვები რომლებიც რძეს სვავენ რეგულარულად უკეთესად იზრდებიან ზოგადად, ანუ ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ასევე ვიტამინებს შეიცავს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს, D ვიტამინს და A ვიტამინს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. და ნაკლებ საზიანო ცხიმს შეიცავს ცხიმს, მაგრამ ნაკლებ საზიანოს. ასევე შეიცავს შაქარს, მაგრამ არ შეიცავს ბევრს. და გემოსასიამოვნო ჯამში არის ძალიან პოპულარული რძე. კითხვები არის ხოლმე ასეთი, რომ ხომ არ არის მისი ყოველდღე მოხმარება, დალევა, რამდენ სასარგებლო ან საზიანოა. პირველი დიდი მეტაანალიზი რაც არსებობს ამაზე რძესთან დაკავშირებით, ადამიანები რომელიც 2 ჭიქამდე რძეს სვავენ, 2 ჭიქა ჩავთვალოთ რომ თითო არის 200 მილილიტრი დაახლოებით, თუ ვიტყვით 2 გამოდის 400 მილილიტრამდე რძეს ვინც სვავს, იმ ადამიანებში დაახლოებით 10%-მდე ნაკლებია გულსისხლძარღვთა დაავადებები. ანუ ეს ძალიან დიდი აღმოჩენაა, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ რძე ასოცირებული და რძე რატო? იმიტომ რომ ცხიმებს შეიცავს, ცხოველურ ცხიმებს და ცხოველური ცხიმები ქოლესტერინის დონეს აუარესებს და ქოლესტერინი გულის პრობლემებს იწვევს. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევნა, რომ აი იყო ძალიან დიდი პრობლემა, თუმცა არ აღმოჩნდა ეგრე, ანუ ქოლესტერინის მართლა შეიძლება მოუმატოს ადამიანებს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებში ამ დოზაში, ანუ 1 ჭიქას ან 2 ჭიქას, როგორც წესი პრობლემას არ იწვევს, მოკლედ პირიქით გულის დაავადებების რისკს ამცირებს. მეორე მნიშვნელოვანი დადებითი რაც აქვს, რომ ვინც ასევე 2 ჭიქამდე რძეს სვავს დღის განმავლობაში, დაახლოებით 8%-ით ნაკლებად ემართება დიაბეტი. ანუ დიაბეტის რისკსაც ამცირებს, იდეაში შეიძლება ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს და ეგ მიიჩნევა, თუმცა კარგად არ არის ახსნილი, ჯერ არ არის ცნობილი, ვთქვათ რა, პირდაპირ მექანიზმი, მაგრამ ეფექტი პატარა, ამიტომ მაგას არც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის, რომ ადამიანები, რომლებიც სვამენ რძეს, ნაკლები შანსი აქვთ სიკვდილის. ვთქვათ, თუ ის ჯგუფი, რომელიც რძეს არ სვავ და იქიდან რაღაც პროცენტი ადამიანების კვდება დროის გარკვეულ მონაკვეთში, რძეს ვინც სვავდნენ, იქიდან ნაკლები. ხო, ეს არ არის, რა თქმა უნდა, კაუზაციური კორელაცია, რომ პირდაპირ თქვათ, რომ აი რძე მიიღო და ეს გადაარჩინა სიცოცხლე, ესე არ არის ასოციაციაა ეგ უფრო, რომ უბრალოდ ასოცირებული რძის მიღება არის ასოცირებული ნაკლებ სიკვდილიანობასთან, ბევრ მოვლენასთან შეიძლება იყოს კავშირში, მათ შორის განსაკუთრებასთანაც, მათ შორის იმასთანაც, რომ გულსისხლძარღვთა რისკები აქვს შემცირებული. მეოთხე მნიშვნელოვანი უპირატესობა რაც რძის ყოველდღიურ მიღებას მოაქვს არის რომ ადამიანები რომლებიც 1 ჭიქას ან 2 ჭიქამდე რძეს სვავენ ნაკლები რისკი აქვთ კოლორექტალური სიმსივნის ანუ საჭმლის მონელებელი სიმსივნის ანუ მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი აქვთ ნაკლები რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა განსაკუთრებით ასაკონებში განსაკუთრებით 50 წელს ზევით
აი ამ ყველაფრის გამო რძე არის პოპულარული, გემრიელი, სასიამოვნო, რატომაც არა. ახლა რა აქვს უარყოფითი და ცოტა არასასურველი. პირველი არის რომ ლაქტოზის აუტანლობა აქვს ძალიან ბევრ ადამიანს. ლაქტოზა არის შაქარი, მონელების პრობლემაა, მოკლედ ზოგ ადამიანს 65% აქვს გარკვეული დოზით და აი ამ შემთხვევაში შეიძლება როგორ თუ სვავს ადამიანი რძეს და მერე დიარეა ან კუჭი ეშლება ადვილად, ფაღარათი ემართება, აი ეგ არის ლაქტოზის აუტანლობა. ეგ სხვა დოზით ბევრ ადამიანს აქვს. ზოგ ადამიანს აქვს ალერგია რძეს შემავალი ცილები, ზოგადად ალერგიულია და ალერგია აქვს ადამიანს. ალერგია უფრო იშვიათია ზოგადად, სერიოზულს ვამბობ, თორე ხან ისე ძამსუბუქი შეიძლება ვერ ჰქონდეს. ლაქტოზის აუტანლობა უფრო ხშირია. მესამე მნიშვნელოვანი უარყოფითი აქვს, რომ ბევრი მიღება რძის ასოცირებულია ქოლესტერინის მომატებასთან, ოღონდ ბევრი. ანუ აი 4 ჭიქა და მეტი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ახლა ადამიანის უმეტესობა ეგეთ რაოდენობა რძეს არ ღებულობს, ამიტომ ეგ დიდი პრობლემა არ არის. პირიქით, ხომ როგორც კვლევები ცხადყოფს, რომ მცირე, ანუ ზომიერად თუ მიიღებ ადამიანი რძეს ქოლესტერინის მოკლედ დიდი პრობლემა მანდ არ არის, მაგრამ დიდი რაოდენობით მიიღება არასასურველია. მეორეს მხრივ არის კიდე გადამეტებული შებრუნებითი კორელაცია არის თუ დიდი რაოდენობის რძეს მიიღებ მოტეხილობებთან, პირიქით შეიძლება მოუმატოს რისკი, პროსტატის კიბოს რისკის ზრდასთან, ანუ ბევრ რძეს ვინც იღებს, პროსტატის კიბოს რისკი ეზრდება, არა მნიშვნელოვნად ცოტათი, მაგრამ მაინც უნდა იცოდეს ადამიანმა ინფორმირებული იყოს, ვინც იღებს 2 ჭიქაზე მეტს. ახლა განვიხილოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რძესთან მიმართებაში და ეს ქათმის სკინტლის ამბავიც განვიხილოთ, რაც დიდი თემა გახდა ამ ბოლო 2 დღეა. პირველი არის რომ რძე არ უნდა იყოს დაბინძურებული, ხო? დაბინძურებული ბაქტერიები, სალმონელა, ეშერიხია კოლი, ბრუცელოზი და სხვა ბაქტერიები შეიძლება იყოს დაბინძურებული. ამისთვის რას ვაკეთებს? ამისთვის არსებობს პასტერიზაცია. პასტერიზაცია რა არის? პასტერიზაცია არის რძის გაცხელება 72 გრადუსზე სამდენ ცოტა მეტი, რამდენიმე წამის განმავლობაში, 15 წამის განმავლობაში ეკოფნის. ხო, ამიტომ არ ვარ წამოდუღებამდე რომ აცხელებენ ხოლმე რძეს და მე თიშავენ, ხო? ანუ რეალურად მაგას აკეთებ წამოდუღებითაც, რომ ეს ბაქტერიები დახოცო. მეორე ჰომოგენიზაცია ხდება ხოლმე. ჰომოგენიზაცია არის რძეში ხარი ცხიმები და ეს ცხიმები აი ჩვეულებრივ სოფლის რძეს დაკვრებული ხართ ალბათ, რომ რამდენიმე ხნის მერე ეს ცხიმები ერთად არის ხოლმე, ის მერე წყალივით რჩება ცალკე. აი რო არ მოხდეს ჰომოგენიზაციას უკეთებენ რძეს, ანუ აი ცხიმებს, ცხიმის მოლეკულებს აპატარავებენ, რომ რძე თანაბრად შენარჩუნდეს დიდი ხნის განმავლობაში. მესამე რაც ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე არის რომ არ შეიცავდეს ანტიბიოტიკებს და ესეთ ანტიბიოტიკებს რა და ქიმიკატებს, პესტიციდებს. ახლა ამის კონტროლი ჩვენ ეს არ შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ, შეიძლება რომ ბიო როცა არის, ბიოში იგულისხმება რომ ანუ ის ძროხა ბუნებრივი საკვების გარდა არაფერი არ უჭამია, მათ შორის არც ანტიბიოტიკები მიუღია და არც არაფერი სხვა. ხო. ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკები არ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს ხოლმე ეგეთი პროდუქტი და ეგა პრობლემა. ანტიბიოტიკები რატოა პრობლემა? ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, იმიტომ რომ მე რა ანტიბიოტიკი ცუდია, ან დახოცავს იმ ბაქტერიებს და ეგ. ხო, აი ესე ეგეთი გაგებით ცუდი არა, მით უმეტეს იმ რძეში რა კონცენტრაციისა შეიძლება იყოს ძალიან ცოტა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა ანტიბიოტიკებს შეიცავს რძე, ამან დროთაგან მით უმეტეს ხანგრძლივად ვინც იღებს ადამიანი შეიძლება გამოიწვიოს სელექტიურად იმ ბაქტერიების გააქტიურება, რომელიც ამ ანტიბიოტიკის საწინააღმდეგოდ ძლიერია, ანუ ის ანტიბიოტიკი დახოცავს მოკლედ ბაქტერიებს და რეზისტენტული შტამების წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს გააქტიურება. აი ეგაა პრობლემა. თუმცა ეგ რისკი დიდი საკამათო რისკია რა. ან თეორიულად ძალიან მნიშვნელოვანი რისკია, მაგრამ რო თქვათ რომ რაღაცა კონკრეტულად ეს რაღაც кейსები ბრალდება იმას რომ რძე მიიღო ამ ადამიანს რეგულარულად სვავდა ეს რძე დაბინძურებული ის ანტიბიოტიკებით და მე ამას ეს ანტიბიოტიკი რეზისტენტული ბაქტერიით ინფექცია დაემართა. აი ეგეთ შემთხვევები
არსებობს, მაგრამ ისეთი არ არის, რომ რაღაც გლობალურ პოპულაციას საფრთხე შეუქმნას, ეგეთი არ არის. ანუ რისკი არის, ოღონდ არა ძალიან დიდი. მეორე მნიშვნელოვანი რისკი, რაზეც საუბრობენ ხოლმე, არის ჰორმონებით. ან ჰორმონები ხო არა აქვს გაკეთებული. ჰორმონები რა, ეხა როცა ის ორსულად არის ძროხა, ხო? ისედაც აქვს მაგას ჰორმონები და რძეში ჰორმონები ხდება. ჰორმონები ესტროგენები და პროგესტერონი, ქალის ჰორმონები რეალურად. მაგრამ ეგეც არა დიდი პრობლემა იმ მხრივ, რომ მცირე რაოდენობით არის ეს ჰორმონები და იმდენ მცირე რაოდენობით არის, რომ ადამიანზე პირდაპირ გავლენა მას არ აქვს. არის კიდე იდეა და კითხვა, რომ აი გარედან რომ შეყავს ჰორმონები იმისთვის, რომ ბევრი მოიწველოს რძის წარმოქმნა, გაუძლიერდეს სომატოტროფინი, რაღაც სხვა სინთეზური ჰორმონები შეყავთ, მოკლედ ორი სახის ძირითადად, ორივე არის აკრძალული უმეტეს ქვეყნებში. და ხო, ეგ რისკი არის, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში რძეს შეიძლება ცოტა მეტი ჰორმონი იყოს, მაგ ჰორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის მომატება, რომელიც ასევე ჰორმონია, მოკლედ ჩვენ ორგანიზმში და მაგას შეიძლება ქონდეს უარყოფითი მხარეები. და საუბარია იმაზე, რომ აი ჰორმონ დამოკიდებული, ჰორმონ სენსიტიური კიბოების რისკს ხო არ ზრდის, რა საუბარია პროსტატის კიბოზე, მკერდის კიბოზე. მანდაც ძალიან საკამათოა. რო ვთქვათ, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები მტკიცებულები გვიჭირავს, რომ რძეში შემავალი ჰორმონების გამო ადამიანს ემართებათ კიბო, ასეთი არ არის. მაგრამ რაღაცა ძალიან მცირე ასოციაციები არსებობს, რომელსაც დამატებითი კვლევა ჭირდება, დამატებითი შესწავლა ჭირდება. ყურადღება მისაქცევია. და ეხლა შევეხოთ აი ქათმის ფეკალიების ამბებს. ქათმის ფეკალიების მიღება, მიცემა ძროხებისთვის, მოკლედ არ არის ის უჩვეულო მოვლენა არ არის კაცობრიობისთვის, რომ გამოიყენება როგორც საკვები დანამატი და ბევრგან განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში აკეთებენ ამას, რომ ესე აძლევენ. ხო, ზოგადად მიიჩნევა, რომ რამე დიდი საფრთხის მატარებელი არ არის, მაგრამ არასასურველია. არასასურველია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი რომ ქათმის ფეკალიებით დაბინძურება გადადის, მაგალითად მძიმე მეტალები შეიძლება გადავიდეს, ეს ანტიბიოტიკები შეიძლება გადავიდეს, რომელიც ქათმის უკეთებენ. ხო, არა ეხა მაღალი დოზებით ან ეხა ძროხის ძირითადი საჭმელი არ არის, ეგ როგორც დანამატში ისე ადლებენ ხოლმე, ცილები მიიღოს იქიდან. ეგ არის ეს ამინომჟავები მიიღოს, ამინომჟავების როგორც გარე წყარო. ეგ არის ხოლმე მთავარი აზრი და ეს არ არის ძირითადი რაღაცა პორციას წარმოადგენს მხოლოდ მთლიანი მის საკვების. შესაბამისად, რასაც იღებს ამ შემთხვევაში თუნდაც ანტიბიოტიკებს ეს მცირე რაოდენობით არის, არ არის ეს ბევრი და არ არის ისეთი რაღაც ადამიანში რამე მერზეში გადავიდეს და ადამიანში რამე გამოიწვევს. მაგრამ არასასურველია, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არასასურველია. მეორე მნიშვნელოვანი კითხვა არის, რომ ეს დაბინძურებული შეიძლება იყოს ბაქტერიებით და თვითონ ეს ცხოველი მოწამლოს, მე ის იმან რძეს შეიძლება მოწამლოს და პასტერიზაციის პროცესი თუ სათანადოდ არ იქნება დაცული, შეიძლება მე ეს დალიოს ადამიანმა და ეს ხო, აი კითხვებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მანდაც არის, რომ ახლა პასტერიზაცია და თუ სათანადოდ ხდება რძის დამუშავება ეგ არ არის ხოლმე როგორც წესი დამნე ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მუშავდება რძე და სუფთავდება და მესამე არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ეს პრობლემა რომ როცა ესე გარედან მიღებული ცილებს აძლევ მით უმეტეს ნარჩენებით მიღებული ცილები ეგ ზრდის ძროხებში პრიონების დაავადების რისკს და ეს პრიონები ამ საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და ეგ რისკი არის, რომელიც ხო აი ამ ყველა რისკის გათვალისწინებით, ან პრიონების გათვალისწინებით, ნარჩენების გათვალისწინებით, მძიმე მეტალები, ანტიბიოტიკები და შეიძლება კიდე ბაქტერიები გადაეცეს. საუბარია კიდე რომ აი ვირუსული ინფექციები შეიძლება გადაეცეს და ესე ვთქვათ, შინელის გრიპი და ესეთები, ანუ ჰიპოთეტურად ყველაფერი შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ კომბინირებით აი ამ რისკ ფაქტორების არის აკრძალული უმეტესობა ქვეყნებში, განსაკუთრებით ცივილიზებულ ქვეყნებში აკრძალულია ესე კვება იმითი, რა ქვია, ეს ქათმის ფეკალიებით, ხო, თან არასასიამოვნოა წარმოსადგენადაც რა თქმა უნდა, მაგრამ წარმოსადგენად ეხა იქ ფერმაში იმდენი რამე ხდება, რომ ძალიან არასასიამოვნოა, ძალიან ბევრი პროცესი, ხო, მათ შორის მით უმეტეს ცხოველის დაკლა, როცა ხორცს ჭამთ, მაგრამ ვაკეთებ მაინც ამას ვიღებთ ხო? ამიტომ რაღაც ანუ გარდა ფსიქოლოგიური ამ ძლიერი
სტრესისა, რა ვთქვათ, რომ ახლა პირდაპირ საქართველოს პოპულაცია ამან დაავადა რაღაც ესეთი, ეგ არ იქნება სწორი, ამ გადამეტება იქნება ეგ. მაგრამ არასასურველია, რა თქმა უნდა, მით უმეტეს არის რისკები, რომლის გამოც აკრძალულია, ხო? არ გამოიყენება ეს ქათმის ფეკალები, იმისთვის რომ ძროხა გამოკვებოდა, ჩვენთან რატო უნდა იყოს ეს. ამიტომ, რა ვიცი, ჩემი ახლა სუბიექტური მოსაზრება რა ვთქვა, კაი იქნება რომ არ იყოს ესე. აი ეგ ნამდვილად კარგი იქნება, იმიტომ რომ, რა ვიცი, ზეს ბევრი ადამიანი მოიხმარს და ანუ ისიც კარგი იქნება, რომ გააკეთონ კომპანიებმა ეგრე, რომ ღია იყოს რა, ეგ რომ თქვათ ვისაც მოუნდება ნახოს როგორ პირობებში არიან თუნდაც ის ცხოველები და ესე და ლაბორატორიული ტესტების შედეგები კიდე დროდადრო უნდა გამოქვეყნდეს. ჩემი აზრით ეგ იქნება გამოსავალი, რომ ეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ის გააჩინა საზოგადოებაში და ლეგიტიმურადაც გააჩინა და რომ გაეცეს პასუხი ამ ყველაფერს, ხო, რომ რეალურად რას ვთქვათ, ან მეც პირადად სულ ყიდულობ ხოლმე რძეებს და ყველაფერს რაც ჩამოთვლილია, რომელიც რძეებსაც მე ვყიდულობ ხოლმე, აი ისინი იყო ზუსტად იმაში, რა ქვია. და ხო, ეგენი იყიდება ახლა ძირითადად და კიდე იყიდება ის აღდგენილი რძეები, აღდგენილი რა, ფხნილით გაკეთებულები. ფხნილით გაკეთებული, რა თქმა უნდა, არ არის ესეთი სასარგებლო ამ გამშრალი რძე და შემდეგ აღდგენილი არ არის ეს ასე გემოცარა აქ ისეთი და რაღაც ადვილი შესამჩნევია განსხვავება. და ამიტომ რომ ადამიანს ცდილობს ცოცხალი იყიდოს, მაგრამ როცა აი ამ ხელა რისკებია და ესეთი რისკებია, რავი რატო. ხო, კიდე მოკლედ ვიტყვი რა განსხვავება აი ეს პროცენტები როა, ნუ ზოგადად რძე არის 3.5%-იანი, 2%-იანიც არის 1%-იანიც და 0%-იანიც. 0%-იანში ის სხვაობა რამ კაია დიეტურია 0%-იანი, უბრალოდ არ არის ისეთი გემრიელი, ანუ ეს ცხიმი აძლევს გემოს რძეს, არ არის ეგეთი გემრიელი და თან ცხიმში ხსნად ვიტამინებს არ შეიცავს, თუ დამატებული არ აქვს რამე სპეციალურად. ბუნებრივად აღარ შეიცავს, იმიტომ რომ ცხიმშია ის ვიტამინები, 2%-იანი 1%-იანი არის ბალანსირებული და კარგი იმ ადამიანებს, ვისაც გულის დაავადება აქვს. და ნუ 3.5 არის სტანდარტული სრულფასოვანი გემო რაც აქვს. ხო, ბალახით ნაკვების ძროხის რძე, რა თქმა უნდა, ანუ სხვანაირი გემო აქვს, უფრო მეტი ვიტამინები აქვს, ანუ ვიტამინების კონცენტრაცია აქვს უფრო მეტი და ომეგა-3 სასარგებლო ომეგა-3 შეიცავს და ალფა-ლინოლინის მჟავას შეიცავს კიდე, რომელიც ცხიმოვანი მჟავებია მოკლედ და ეგეც სასარგებლოა. აი უპირატესობები აქვს გარკვეული, მაგალითად სოფელში გადადგილ ძროხას და ნამდვილ არაფერმის ძროხას, რა თქმა უნდა, მისი რძე ჯობია კი. რა თქმა უნდა, პასტერიზებაც აუცილებელია, წამოთუღება აუცილებელია, რომ ბაქტერიები და ინფიცირება არ გამოიწვევს. აი ეს იყო რისი თქვაც მინდა და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.